ნაკნები დრო რჩება იქამდე სანამ დიდი შეკრება დაიწყება დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე ზუსტად 7 საათზე მოქალაქეები შეკრებას დაიწყებენ ფილარმონიასთან ამის შემდეგ ტრადიციული შაბათის მარში გადაინაცვლებს საკანონმდებლო ორგანოსთან დღეს ქუჩაში მოქალაქეები გამოდიან ერთი მთავარი სათქმელით რომ განათლება არის დასაცავი იქნებიან ლექტორები სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები ის ახალგაზრდები ვინც ფიქრობენ რომ ახლა სწორედ ქვეყანაში გადასარჩენი არის განათლება. გარდა ამისა, დღეს ქუჩაში იქნებიან სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებიც, იმ ახალგაზრდების, რომლებიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც იყვნენ მათ შორის და შულების ნაცვლად დღეს მშობლები გააგრძელებენ ქუჩიდან ბრძოლას იმისთვის, რომ განათლება დაიცვან. მარშის მთავარი თემა არის დაიცავი განათლება, იმიტომ რომ ეს არის ფაქტობრივად ბოლო ბასტიონი, რომელიც თუ ხელში ჩაიგდო ქართულმა ოცნებამ, გამოდის რომ რაღაცა ჩვენი იატაკქვეშეთში მოგვიწევს გადანაცვლება. ამიტომ მთავარი მოქმედი გმირები მარშის იქნებიან სტუდენტები და კიდევ ერთხელ მოუწოდებ სტუდენტებს რომ გამოვიდნენ, შემოგვიერთდნენ, ასევე პროფესორ-მასწავლებლები და ცხადია ჩვენ ვეწინააღმდეგებით ამ ძალოვანი სტრუქტურების ჩარევას განათლების სისტემაში, მათ შორის ამ უნივერსიტეტების გაერთიანებას და მთლიანად ამ რეფორმას, რაც მავნებლობის და ზიანის გარდა არაფერს მოუტანს სისტემას. ვერთიანდებით ერთი იდეის გარშემო, რომ სახელმწიფოებრიობა, განათლება და ჩვენი თავისუფლება დასაცავია. დღეს მნიშვნელოვანი დღეა იმიტომაც, რომ პლუს ერთი ადამიანის წამოყვანა არ დაგავიწყდეთ. ძალა ერთობაშია. შაბათის მარში ეძღვნება განათლების დაცვას, რაც დღეს უდრის ქვეყნის დაცვას. დღეს შაბათს 7 საათზე გვაქვს მარში. და ველოდები მშობლებს, სტუდენტებს, ახალგაზრდებს, ჩვენთვის აღარ არშებობს, აღარ შაბათი, აღარ წკვირა, ჩვენთვის ყოველი დღე აქცია. ვიბრძოლებ ბოლომდე, სანამ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი შვილები არ გადარჩებიან. ბრძოლა ბოლომდე, გელოდებით დღეს 7 საათზე ფილარმონიასთან. დაიცავი განათლება უკვე მეორე შაბათია, რაც ქუჩაში მოქალაქეები სწორედ ამ მთავარი გზავნილის გარშემო ერთიანდებიან და გამოდიან ქუჩაში მოთხოვნით, რომ ქვეყანაში განათლება უნდა იყოს დაცული ზუსტად 7 საათზე სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ფილარმონიასთან დაიწყებენ შეკრებას.